აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების 9 თვის შედეგები და 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონპროექტი. როგორც სხდომაზე აღინიშნა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტშიც მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა სოციალურ პროექტებს, ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებების დაფინანსებას. მთავრობის სხდომაზე მოისმინეს აგრეთვე ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის შესახებ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა მანონ გოგუამ თბილისში განლაგებული დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის შესწავლის შედეგების შესახებ მოხსენება წარმოადგინა. სხდომაზე პოლიკლინიკების ხელმძღვანელებიც იყვნენ მოწვეულები. თითოეულმა მათგანმა უწყებაში არსებულ პრობლემებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ დევნილობის მიუხედავად აღნიშნული დაწესებულებები მეტნაკლებად ახერხებენ ბიზნეს გეგმის შესრულებას. ამასთან დევნილი ექიმები პაციენტებს სრულფასოვან მომსახურებას უწევენ და ცდილობენ გაუძლონ ჯანდაცვის სფეროში არსებულ კონკურენციას. დევნილთა პოლიკლინიკების სრულყოფილი მუშაობისთვის, როგორც სხდომაზე აღინიშნა, აუცილებელია მათი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სარემონტო სამუშაოების ჩატარება. თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვა და სამედიცინო პერსონალის გადამზადება, ასევე ლაბორატორიებით უზრუნველყოფა. ძირითადი პრობლემა, რაც თბილისში განლაგებულ დევნილთა პოლიკლინიკებს აქვთ, ეს არის, რომ მათ დროებით სარგებლობაში აქვთ ფართი და არა საკუთრებაში, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის სამართლებრივადაც, რომ მათ გაუმჯობესონ თავიანთი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ძირითადად ეს ნაგებობა შენობები არის ძველი ნაგებობა, რომლებიც საჭიროებენ რემონტს, ზოგჯერ კაპიტალურსაც და ბევრი რამის შეცვლას. ჩვენ დევნილთა პოლიკლინიკებს არა აქვთ იმდენი შემოსავალი, რომ თქვა თავისი თანხებით შეიძინონ დღეს თანამედროვე აპარატურა. და იმ კვალიფიკაციის შესაბამისად, რაც ჩვენს მედპერსონალს აქვს, მაღალი ხარისხის მომსახურება გაუწიონ პაციენტებს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ წლიდან წლამდე მომართვიანობა პაციენტების არათუ იკლებს, იზრდება ჩვენს პოლიკლინიკებში და სწორედ განპირობებულია ეს ძირითადად ჩვენი სამედიცინო პერსონალის მაღალი კვალიფიკაციით. ძალიან მწვავედ დგას გადამზადების საკითხი მედპერსონალის და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ არა მარტო დევნილთა პოლიკლინიკებში, არამედ მთელ საქართველოში დღეს პრობლემური საკითხია და წამოწევას საჭიროებს საშუალო სამედიცინო პერსონალის ექთნების გადამზადების საკითხი. ჩვენ მოძიებული გვყავს დონორი ორგანიზაცია, რომელიც დააფინანსებს გადამზადებას, მოლაპარაკებას ვაწარმოებთ საქართველოს უნივერსიტეტთან და დიდი იმედი მაქვს, რომ 2017 წლის დასაწყისში უკვე ჩვენ გადავამზადებთ რამოდენიმე კადრს. ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს დაავალა სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლების მიერ წამოჭრილი საკითხების შესწავლა და აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად კონკრეტული გზების გამოძებნა. განვიხილეთ დღეს ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა, ძირითადად პარამეტრები ნორმალურად სრულდება, აგრეთვე განვიხილეთ მომავალი წლის ბიუჯეტი და მინდა გითხრათ, რომ აი არსებული შესაძლებლობიდან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურ ყურადღებას მივაქცევთ წელს, ისე როგორც გასულ წლებში ცოტა მატება იყო სოციალურ პროექტებს და ძირითადად იქნება ჯანდაცვის მიმართულებით, იქნება ეს განათლების მიმართულებით, წახალისების რესურს გავზრდით საქმე ეხება სტუდენტებს და ასევე ძალიან სერიოზული მიმართულება იქნება ჩვენი შეპესეების სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვა და მათთვის შესაძლებელი პირობების შექმნა.